რუსთავიორის პროექტი გუნდი უკვე რეგიონებში დედაქალაქის გარდა საუკეთესო გუნდები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩევიან. გუნდს დღეს რუსთავმა უმასპინძლა. რუსთავიორის პროექტი გუნდი დღეს რუსთავში ჩავიდა. გარდაბნის რაიონის 16 სკოლის გუნდი სხვადასხვა სპორტულ ასპარეზობებში საუკეთესოს გარკვევას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა. დღეიდან შეჯიბრში თბილისის გარდა საქართველოს რეგიონებით ჩაერთვნენ. სასკოლო ოლიმპიადა ეძღვნება გარდაბანის სკოლებს და მიზანია რომ გამოვლინდეს გამარჯვებული, რომელიც მიიღებს მონაწილეობას თბილისში გადაცემა გუნდში ჩაწერების დროს. და თვითონ გუნდის ფორმატი გაფართოვდა, უკვე რეგიონები მოიცვა და დაახლოებით 8-დან 10 რეგიონამდე იქნება ჩართული ამ სეზონის სატელევიზიო გადაცემაში. პროექტის უმთავრესი მიზანი მოზარდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვაა. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პროექტის საფუძველზე სპეციალური სასკოლო ლიგა ჩამოაყალიბა. მასში იმ სკოლების გუნდები იქნებიან გაერთიანებულნი, რომლებიც ამ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. ჩატარებულ შეჯიბრში საუკეთესოს გარკვევას ამ წუთებში ცდილობენ. პროექტ გუნდში და საუკეთესო შედეგი პროექტის ყველაზე პატარა მონაწილემ 6 წლის ქეთევან ბურჯანაძე მაჩვენა. ჩემი სირბილის წყალობით მოვიპოვეთ გავიმარჯვეთ. ჩვენ და გადავედით მეორე. ჩვენ ვიბრძოლეთ გამარჯვებისთვის, მაგრამ რა ვიცი, შევიწავ წასვლით არ ვარ გამაყოფილი, მაგრამ იმედი მაქვს ჩემი გუნდის რომ გაიმარჯვებს მაინც და ბოლომდე იბრძოლებენ. რუსთავიორის პროექტი გუნდი მთელ საქართველოს მოივლის და რეგიონებსა და თბილისში შერჩეული საუკეთესო გუნდები მაისში უკვე თბილისში შეეცდებიან გამარჯვებული გუნდის გამოვლენას.